მეგონი უკვე ყველაფერი ძალიან მწვავედ დგას ქვეყანაში და ყველა საკითხი. თუმცა პირველ რიგში რაც არის, ალბათ აი ეს მდგომარეობა, რაც გვაქვს ეს კანონების ესეთი ცვლილებები, რომ განუხილველად ყველა კანონის ესეთ მიღება, რომელსაც არანაირი განხილვა არ ყვება არც საზოგადოებაში, არც შიგნის დაარსად. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით და ამის შედეგი არის ის, რა დღეშიც ვართ დღეს. ის რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება არ გვაქვს და შესაძლებლობა, ის რომ ამის გამო ადამიანებს იჭერენ, ამის გამო ადამიანებს აჯარიმებენ და ეს რა თქმა უნდა ყველას შეგვეხება, იმიტომ რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება თუ არ გაქვს და იმ საშუალება რომ გარეთ გამოხვიდე და თავისუფლად დააფიქსირო შენი აზრი, ეს რა თქმა უნდა ყველას ეხება და ყველას აწუხებს. და რა თქმა უნდა, ასევე ყველას ფენას არ ვიცი ამდენად შეეხო, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი გვყავს ქვეყანაში და სინდისის პატიმრები, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია, ზოგი უფრო მეტი ხნითაც რუსული კანონის შემდგომაც არიან ისევ დაპატიმრებული.